გამარჯობა, ეს არის Teacher Unfiltered with Nutsa და ჩვენ ინგლისური ენის მასწავლებლები ვსაუბრობთ ჩვენს გამოცდილებაზე და ერთმანეთს ვუზიარებთ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც არა მარტო მასწავლებლებისთვის, არამედ ჩემი აზრით ყველასთვის საინტერესო იქნება განსაკუთრებით მათთვის, ვინც უცხო ენას კონკრეტულად კი ინგლისურს შეისწავლის. და დღეს ჩემი სტუმარი არის ჩემი კოლეგა ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ქათამაძე. მაიკო, გამარჯობა და დიდი მადლობა მოსვლისთვის პირველ რიგში. მადლობა შენ. კარგი, მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. საიდან დაიწყე სწავლება? ანუ სკოლიდან, კერძოები ყავდა თუ როგორ იყო? ესე გამოკვეთილად არ მახსოვს, გულწრფელად რო გითხრა. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა მუშაობის დაწყება. და პირველი სამსახური იყო ერთ-ერთ ენის ცენტრში, სადაც დავიწყე საერთაშორისო ტესტებისთვის ბავშვების მომზადება. რა თქმა უნდა, ამის გამოცდილება არ მქონდა და ამაში ძალიან დიდი როლი შეასრულა ამ ცენტრის ხელმძღვანელმა, რომელმაც დამატრეინინგა მთელ ამ ტესტებში და საერთაშორისო პროგრამებში და პრაქტიკულად ფეხი ავიდგი აი ამ ცენტრში. რამდენი ხანი მუშაობდი და რა ასაკებთან? ამ ცენტრში დაახლოებით დავყავი 4-5 წელი. მუშაობდი თინეიჯერებთან და ასაკობრივ ხალხთან. ძალიან ინტენსიურად დავდიოდი ასევე ბანკებში და მიწევდა აი ამ ესეთ ხალხთან ურთიერთობა, რომლებსაც უკვე რაღაც პოზიცია უჭირავს სამსახურებში, მაგრამ აი იცით ინგლისური ზოგად ინგლისურს ასწავლეთ თუ ბიზნეს? ზოგად ინგლისურს და ბიზნეს ინგლისურს. ესე იგი, მან დადიოდი ალბათ ცენტრიდან, ხო, როგორც ვთქვი? ცენტრიდან დავდიოდი, ანუ იმდენად დიდი იყო ჩემი პასუხისმგებლობა, რომ ამ ადამიანებისთვის ეს ინგლისური იყო გადამწყვეტი, თუ რამდენად დაიმსახურებდა უფრო მაღალ პოზიციას, რომ აი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეჭიდებოდი ამ საქმეს და მეორე მხრივ ბავშვებთან უკვე მათი მომავალი განათლება იყო აი ამ ტესტებზე დაფუძნებული და ამდენად ძალიან დიდი და ფართო გამოცდილება მივიღე მაგ პერიოდში. და ამ დროს კერძო მოსწავლეები არ ყავდა? ამ დროს კერძო მოსწავლეები არ მყავდა, მხოლოდ აი ამ ცენტრზე ვიყავი გადართული. და რატომ დაიმატა მე კერძო მოსწავლეები? მე მქონდა ესეთი წყვეტა teaching-ში, რომ გადავედი აი ამ ცენტრიდან თარჯიმნად. გარიცოდი სხვათა ამის მიზეზი იყო ის, რომ ძალიან ხშირად სტუდენტები მეკითხებოდნენ, იცით რა, თქვენ სად მიიღეთ განათლება და რაღაცა მეუხერხულებოდა, მეთქვა რომ იცით რა, საქართველოში და საქართველოში შეიძლება განათლების მიღება, მით უმეტეს დღევანდელ ეპოქაში, როცა შეგიძლია ინტერნეტით ნებისმიერი რესურსი აიღო და გაითავისო და გამოიყენო. ამიტომ გადავედი თარჯიმნად საერთაშორისო კომპანიაში, ეს მსოფლიო ბანკის პროექტი იყო და ჩემი უფროსი იყო ძალიან ისეთი ბრიტანელი დიპლომატი ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობდა და ვიყავი მისი თარჯიმანი ტექნიკურ ინგლისურში, ხო. და აქ დავყავი 2 წელი. ამ დროს teaching-ი საერთოდ შეწყვეტილი ამ დროს teaching-ი საერთოდ შეწყვეტილი. ან full time job იყო, ხო, ალბათ? full time job იყო და ამის შემდეგ დაოჯახდი, გადავედი ინგლისში საცხოვრებლად, სადაც ჩემი მეუღლე აკეთებდა მაგისტრატურას და მეც თან ვახლდი და იქ შევეცადე ამაღლებინა ჩემი კვალიფიკაცია, რა თქმა უნდა, კი ვასწავლედი ამ საერთაშორისო ტესტებს და რაღაცებს, მაგრამ გრძნობდი, რომ ეს ის არ იყო. იმიტომ რომ მოსწავლეებიდან პირველი მოთხოვნა იყო, რომ აი speaking-ის გაუმჯობესება უნდოდათ. როგორც ყოველთვის speaking. ამაში რა თქმა უნდა ვაკეთებდი ჩემს მაქსიმუმს, მაგრამ რა თქმა უნდა კვალიფიკაციის ამაღლება უფრო სხვა ლიანდაგზე რა თქმა უნდა კვალიფიკაციის ამაღლებით უფრო ეხმარები სტუდენტებს, ხო, თავიანთი მიზნების მიღწევაში. ან მასწავლებელიც რომ სულ უნდა განვითარდეს და რაღაცა გააკეთოს ეგ თემა არის. და ერთი ინტერესი მაწუხებდა მე პირადად თუ მოსწავლეებს ამზადებს საერთაშორისო ტესტებში, მაშინ შენ თვითონ ხო უნდა იყო ამ გამოცდაზე ნამყოფი და მახსოვს გავიღე სიორის გამოცდა, კემბრიჯის გამოცდა ჩავაბარე ლონდონში. აი, მახსოვს ის ნერვიულობა, ის განცდები და ყოველთვის დღესაც კი აი ამ გამოცდილებას უზიარებ მოსწავლეებს და თუნდაც მშობლებს, რომ იცით რა, ეს პრაქტიკის მიღება მოსწავლისთვის. რომ აი ეს ნერვიულობა მოეხსნას და შესძლოს ბავშვმა თავისი განათლების და ცოდნის მაქსიმალურად გამოვლინება აი ამ საერთაშორისო გამოცდებზე აუცილებელია რა. ანუ შენს როცა დავბრუნდი უკვე საქართველოში, დავიწყე კიდევ დავბრუნდი ჩემს teaching-ში და კარგი, ანუ ჩამოხვედი და თარჯიმნობა შეწყვიტე და ისევ დავბრუნდი teaching-ს. კი.
რახან teaching-ში უფრო კარგად გრძნობდი თავს და დავიწყე აქტიურად სწავლება ინგლისურის. კი ბატონო. და ჩამოსვლიდან მალევე დაიწყე სკოლაში, კერძო სკოლაში სწავლება? ჩამოსვლის შემდეგ ჩემი ერთადერთი საოცნებო სამსახური იყო ბრიტანეთის საბჭოში დამწყო მუშაობა. და როცა გავარკვიე აქ კრიტერიუმებში და მოთხოვნებში იყო ერთი რომ C2 სერტიფიკატი მქონოდა და უკვე მქონდა და მეორე რაც აუცილებლად მჭირდებოდა იყო CELTA-ს სერტიფიკატი და მახსოვს წლინახევრის მარია დავტოვე სახში გადავედი ცალკე საცხოვრებლად ისე რომ ძალიან კონცენტრირებულად ყოფილებავე ხო გამევლო ეს ერთთვიანი ინტენსიური კურსი და გავაკეთე ეს CELTA-ს სერტიფიკატი და დასრულებიდან მეორე დღეს უკვე დედლაინი იყო ბრიტანეთის საბჭოში აი ამ ვაკანსიის და მეორე დღეს გავაგზავნე ეს CV და უკვე მეორე დღეს დილით უკვე დამირეკეს რომ იცით რა გასაუბრებაზე გელოდებით და ბრიტანეთის საბჭოს ეპოქა კიდე სხვა გამოცდილება იყო უღრმესი მადლობა თითოეულ თანამშრომელს რომლებიც მენტორებად დამიდგნენ კი მეც აქვე ვისარგებლებ CELTA-ზე მიღებული გამოცდილება უკვე პრაქტიკაში გადავიტანე და ყოველდღიურად ვიზრდებოდი პრაქტიკული თვალსაზრისით კი შენ ბრიტანეთის საბჭოში ქონდა ჯგუფები სხვადასხვა ასაკის ხო მე მგონი ადამიანებს ასწავლიდი და სხვადასხვა დონეებს როგორც მახსოვს კი ესე იგი, შენ დაიწყე მუშაობა ბრიტანეთის საბჭოში და მერე რაღაც პერიოდის მერე უკვე კერძო სკოლაშიც, ხომ? როგორ მოხდა, ან რატო გადაწყვიტე საერთოდ კერძო სკოლაში დაგეწყო მუშაობა? ბრიტანეთის საბჭოში მუშაობამ დამანახა, რომ უკვე სხვა საჭიროებები წამოვიდა ჩემს ცხოვრებაში და იმდენად გვიან ვამთავრებდი ბრიტანეთის საბჭოში მუშაობას, პრაქტიკულად 11 საათამდე სახლში ვერ მივდიოდი. და ამ დროს უკვე ჩემი ბავშვი დაძინებული მხვდებოდა და პრაქტიკულად მთელ დღეს და მთელ საღამოს მასთან ვერ ვატარებდი. ამდენად როგორც კი გამოცხადა და ბრიტანეთის საბჭოში შიგა ვაკანსია სკოლის პედაგოგობასთან დაკავშირებით მაშინვე არც შეკითხვაც არ დამისვია ჩემი თავისთვის და თუ ეს კომფორტი მექნება ოდესმე რომ აი დღის პირველ ნახევარში ვიმუშავებ და დღის მეორე ნახევარს ჩემს ოჯახთან ერთად გავატარებ და რა თქმა უნდა გავიარე ეს ეტაპები და დავიწყე სკოლაში მუშაობა ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელობით მაშინ ვიყავი full-timer-ი მასწავლებელი და შეუდექი მოკლედ აი ამ სკოლის ცხოვრებას ეხლა რა მითხარ იცი, ანუ ეს იყო შენი პირველი გამოცდილება სკოლაში მუშაობის, ხო? მანამდე არ გისწავლებდია სკოლაში. მანამდე არასოდეს სკოლაში არ ვყოფილვარ, რაღაც გამოცდილება მქონდა ბავშვებთან გაკვეთილების ჩატარების, მაგრამ არა სკოლის გარემოში. ხო, აი სკოლის გარემო ცოტა უფრო სხვა უნარებს სხვანაირია, კი ბატონო. აი მითხარი რა, როგორ განსხვავდებოდა ეს სკოლის გარემო, თუნდაც ცენტრის გარემოსგან. იცით რა, ცენტრში ხა დღის მანძილზე ალბათ 3 გაკვეთილი თუ მექნებოდა მაქსიმუმ, ხო? და აი ამ 3 გაკვეთილისთვის, რომელიც საღამოთი უნდა ჩამეტარებინა, ჩემს ხელთ იყო მთელი დღე ამ 3 გაკვეთილისთვის მოსამზადებლად. მაგრამ სკოლაში პრაქტიკულად მიყოლებით მაქვს 6 გაკვეთილი. პატარა გეფების დროსაც მე დაკავებული ვარ ჰენდაუტების მომზადებით და ეს იმდენად ინტენსიურია და იმდენად დატვირთვაა, რომ აი გონებრივად გადართვასაც კი ვერ ვახერხებ ისეთი რეჟიმი ხო ესეთი ხო. თქვათ შედიხარ მე-6 კლასში და მე უცებ შედიხარ მე-11 კლასში და აი უბრალოდ language grading-ი გჭირდება. გჭირდება იმაზე მობილიზება, აი აქ რა თემაზე ვარ და ეხა რას ვაკეთებ და ეს ჰენდაუტი რა მაქვს მომზადებული და აი ეს ყველაფერი თან 45 წუთში მთელი სისავსით უნდა ჩაატიო ისე რომ შედეგზე გახვიდე. კი. ანუ უფრო ესე დაძაბულია ხო რაღაცა. ინტენსიურია ძალიან. კი. და classroom management-ზე რა სიტყვოდი, უფრო რთულია სკოლაში? ცენტრის გაკვეთილებზე პრაქტიკულად classroom management-ის პრობლემა მე არ მქონდა. მაგრამ სკოლის გარემოში, როცა შემოდის ბავშვები, ალბათ classroom management-ია ნომერი პირველი, რაც კი პედაგოგს სჭირდება. რატო? იმიტომ რომ
აი ეს ბავშვები იმდენად დაღლილი შემოდიან შენთან, იქ აქვს თქვათ ფიზიკა, ქიმია, ასე შემდეგ და მოდი ეხლა შენ მაიკო 45 წუთში ეს ბავშვები განაწყყვე გაკვეთილისთვის, მოახერხე აი ამ ბავშვების ჩართულობა, ასე შემდეგ 45 წუთში შედეგზე გასვლა 45 წუთში დადე შედეგი და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა ჩელენჯები არის ხო, ესე კი, ვთქვათ. ნამდვილად არის. თუმცა უკვე 7 წელია რაც სკოლის ცხოვრებაში ვარ და მხოლოდ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს და ეს სასიამოვნო პროცესია ჩემთვის. კი. კარგი, შენ როგორ ფიქრობ, ანუ სკოლაში დავუშვათ რამდენი საათი, დღეში რამდენი საათი არის ყველაზე ადეკვატური რაოდენობა მასწავლებლისთვის? მე ამჯამად 25 საათს ვატარებ კვირაში. ეს 25 საათი იმდენად საკმარისია პედაგოგისთვის, რომ ფიქრობ ამაზე მეც აღარ დავატარებდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები დატვირთვა სასურველი იქნებოდა, მაგრამ იქედა გამომდინარე, რომ შენ უნდა აკმაყოფილებდე კომპანიის, სკოლის დამქირავებლის მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, შენს მაქსიმუმს აკეთებ. კი ბატონო, ეს 25 საათი არის მხოლოდ საგაკვეთილო დრო. კი. მერე რა ხდება? ანუ სახლში მიგაქვს ხოლმე ეს რაღაც საქმეები, თუ ცდილობ რომ იქვე მოაგვარო იმ გარემოში? ვცდილობ რომ ეს შუალედები აბსოლუტურად დაკავებული მაქვს, ხან ვასწორებ, ხან ჰენდაუტებს ვამზადებ. ზოგჯერ არის რომ 6 გაკვეთილი მაქვს და მე 7 გაკვეთილზე ლოდინი მიწევს, ჩემი შვილებიც ჩემთან ერთად დადიან ჩემს სკოლაში და იმ გაკვეთილებს ვიყენებ, იმ შუალედებს ვიყენებ, რა თქმა უნდა, სკოლის საქმეების მოსაგვარებლად. მაგრამ არის ხოლმე რომ სახლში მიგაქვს გასასწორებელი დავალებები მაგალითად ან რაღაცა ისე? კი. არის ესეთ შემთხვევებიც, რომ ძირითადად შემაჯამებლები შეიძლება იყოს რაღაც ვიდეო პროექტები, ჩანაწერები, რომ აი შეიძლება ვერ მოასწრო იმ პერიოდში დეტალური ფიდბექი და ამას ვერ ვასწრებ ხოლმე სკოლაში. კი ბატონო. მოდი ახლა შევადაროთ ცენტრი და სკოლა იმ კუთხით, რომ რა პლუსი და მინუსი შეიძლება ქონდეს თითოეულ გარემოს. სკოლის გარემოში პლუსი ალბათ არის ის, რომ ძალიან ინტენსიურად აქვს ბავშვს გაკვეთილები, ანუ ყოველდღე უტარდებათ ყველა კლასში, ინგლისური ენა არის ყოველდღიურად. ეს ინტენსიურობა მაინც თავისებურ შედეგს აძლევს ბავშვებს, მით უმეტეს თუ ჩემი რეკომენდაციები გაითვალისწინეს, ძალიან კარგი შედეგები აქვთ. მეორეს მხრივ ცენტრში არის ის კომფორტი, რომ შენთან მოსული ბავშვი იმდენად დასვენებული მოდის უკვე, შეიძლება საღამოც იყოს ან კიდევ შაბათ-კვირას, რომ იქ არ ადარდებს შენი გაკვეთილის შემდეგ პირობითად, რომ ფიზიკაში შემაჯამებელი აქვს ან ქიმიის პროექტი აქვს ჩასაბარებელი, ხო და აი გამოკვებილია, არ წყურია და ამდენად უფრო მობილიზებული და კონცენტრირებული არიან. რაც სკოლაში არ ხერხდება ხოლმე და გვიწევს ძალიან ისეთი მხარდაჭერა ბავშვების, რომ ეს რაღაცა სტრესი შეუმსუბუქოთ, რომ რაც ახლავს პრინციპში აი ამ ბევრი საგნების ყოველდღიურად. ჯგუფების რაოდენობა, ანუ ბავშვების რაოდენობა ჯგუფებში? ბავშვების რაოდენობა გულწრფელად ცენტრშიც ანალოგიურად შენ ახლა კერძო სკოლაში რო ასწავლი და ახლობით იგივე იქნება, ხო? კერძო სკოლაშიც იგივე არის. ანუ საჯარო სკოლაში ვიცით ყველამ, რომ უფრო მეტი ბავშვი არის თითო ჯგუფში ან კლასში და მასწავლებელს უწევს, რომ classroom management-ზე ცალკე იფიქროს, მაგ დროს ბევრ ბავშვთან და პლუს იმ 45 წუთში ჩაატიოს ის რისი გადმოცემაც უნდა. შენი აზრით მართლა ეს დიდი განსხვავებაა ამ კუთხით კერძო სკოლებსა და საჯაროს შორის? იქნება, კი. ენისთვის ალბათ 12 ბავშვზე მეტი უკვე ისეთია, რომ ვერ მოახერხებს მასწავლებელი ფიზიკურად, რომ თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად მიუდგეს, ელემენტარული რასაც ახსნის შეამოწმოს, გაიგო თუ არა ყველამ, ხო, და მით უმეტეს შეუძლია თუ არა ამ ყველაფრის გამოყენება ბავშვს, ეს თავისებურ დროს მოითხოვს და არარეალურია 45 წუთში რაოდენობა იყოს ბევრი. ანუ ჯობია რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ ეგფუფუნება არ გვაქვს. ხო, ალბათ იმიტომ უწევს მე მშობლებს იმაზე ზრუნვა, რომ რაღაცნაირად კერძოდაც მოამზადოს ბავშვები,
და ასე შემდეგ. კი. მოდი მითხარი, შენი აზრით, რატომ გადადიან მასწავლებლები კერძო სწავლებაზე? ანუ შენ თქვი მაგალითად, რომ რაღაც გინდოდა შენი გქონოდა, ხო? რამდენად საინტერესოა მაგალითად ამ მოსწავლეებთან ურთიერთობა და ბოდიში კიდევ ერთს დავამატებ, ძირითადად ბავშვებთან ხარ კერძოდ თუ უფროსებსაც ასწავლებ? კერძოდ მხოლოდ ბავშვებთან ვარ, მყავს 6 კაციანი ჯგუფები. მეტს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ მინდა რომ მაქსიმალური შედეგი მივცე ბავშვებს. ადგილზე თუ ონლაინ? ადგილზე. შენთან მოდიან? კი. კერძოდ 1 საათი მაქვს დრო ხოლმე და ანუ იმდენად კარგად ვიყენებ აი ამ 1 საათს, ისე გადის ხოლმე ჯერ ვერც გრძნობს, ძალიან ლაღად, ბედნიერად, სულ აქტივობებში, თამაშებში და ასე შემდეგ. ძალიან პროდუქტიულია. ალბათ იმიტომ რომ არ მიწევს შემაჯამებელი დავალებების კეთება, ანუ ამაზე დრო არ იხარჯება. არ მიწევს მათი შეფასება, ხო, რაღაც ეს ნიშნების დაწერის პროცესი. ეს paperwork-ი ნაკლებია. კი ბატონო და ჩემ შემთხვევაში ახლა როცა კერძოდ არის ეს ბავშვები, ჩემთან ძალიან დიდ დახმარებას მიწევს სკოლა თვალსაზრისით, ხო? იმიტომ რომ ჩემთან დასწავლი უკვე სკოლაშიც უნდა გამოიყენოს, ხო? იქ დაწეროს ეს ტესტები და იქ შეასრულოს დავალებები, შეაფასონ და ასე შემდეგ და აი ამ ფიდბექს უკვე სკოლა მიკეთებს და მშობელი მიკეთებს და ძალიან სასიამოვნოა ეს პროცესი. მშობლების თემა ნამდვილად მინდა გავიაროთ. როგორ განსხვავდება მშობლებთან ურთიერთობა აი ამ სამ გარემოში და განსხვავდება კი თუ არა? დიდი ხა ესეთი არსებითი განსხვავება არ არის. მთავარი აქ არის, რომ კომუნიკაცია მშობელმა იქონიოს პედაგოგთან. უბრალოდ რომ პროცესები დაჩქარდეს, ხო? უფრო კარგი შედეგი რომ მივცეთ, ბავშვს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მისი ბექგრაუნდი. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა ინტერესებს, ну ამას რა თქმა უნდა სწავლების პროცესში ძალიან კარგად ვიგებთ, მაგრამ თუ კი აი ამ ხრივ რაღაცნაირად დაეხმარებიან პედაგოგს, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად იქნება შედეგი. კომუნიკაციას რაც შეეხება ახლა სკოლაშიდაც თავისუფლად წელიწადში რამდენჯერმე გვაქვს ხოლმე მშობელთა შეკრებები და კერძოდაც ძალიან თავისუფლად ურეკავ ხოლმე მშობლებს თუ კი რაიმე გინდა რომ გაუზიარო ხო? კი. და მაინც სად არიან მშობლები უფრო ჩართულები? შეგიძლია გამოარჩიო, სად უფრო ხშირად გეკონტაქტები, რა შემთხვევაში გეკონტაქტები? ხო. აი, მაგალითად სკოლაში შეიძლება იყოს ესეთი სიტუაცია, რომ რაღაც კომენტარები მქონდეს ჩაწერილი ელექტრონულ ჟურნალში, მაგრამ უბრალოდ ვერ შესძლოს მშობელმა მის ნახვა და ამას ვამოწმებ ხოლმე. საკითხულია თუ არა მშობლის მიერ, თუ არ არის. შეგიძლია ნახო ეგ? კი, მაგას ვამოწმებ. თუ არ არის მშობლის მიერ ეს საკითხული, აუცილებლად მე დამრიგებელს ვთხოვ ჩართულობას და დამრიგებელი უკვე თვითონ ურეკავს მშობელს. აი, აბსოლუტურად მესმის მშობლების ეს დამოკიდებულება, რატო? იმიტომ რომ ზოგი არის, რომ ყავს 3-4 შვილი და აი ორი შვილის პირობებშიც მიჭირს მე ხლა აი ამ ჩატების გაკონტროლება, ჟურნალის გაკონტროლება და ეხლა წარმოიდგინეთ ის მშობლები, რომლებიც მუშაობს და პარალელურად 3-4 შვილი ყავს. ხო, ანუ ელემენტარულად თუ არ ვიმუშავეთ ამ ბავშვებს ვერ ვასწავლით და ნუ ყველაფერი დროს მოითხოვს და თავისებური სტრესია და რაღაცნაირად ვაბალანსებთ. აბალანსებ, კი. მშობელი ყოველთვის მართალია? ალბათ კი. იცით რატომ მშობელი უფრო კარგად იცნობს ბავშვს, ვიდრე მასწავლებელი, ხო? და თუ კი რაიმე პრეტენზია აქვს მშობელს, ამის უკან რაღაც აუცილებლად პატარა ისტორია იქნება და საფუძველია. მე ხა აი ამდენი წლის გამოცდილების შემდეგ უკვე ვცდილობ აი ეს მიზეზი გავიგო და უკვე ავტომატურად ვეხმარები როგორც მშობელს, ისე ბავშვს. და აი ამ მიზეზის გარკვევაში თუ კი მშობლებიც დაგვეხმარებიან, მით უკეთესი რა თქმა უნდა. არის რამე ისეთი, რასაც ყველა მშობელს ეტყოდი შენი გამოცდილებიდან გამომდინარე? რას ეტყოდი? რას ეტყოდი და აუცილებლად ანუ რაოდენ კარგ სკოლაში არ უნდა მიიყვანო ბავშვი, რაოდენ კარგი პედაგოგი არ უნდა მოამზადო, კი ბატონო. მაინც აუცილებელია მშობლის ჩართულობა რაში? საწყის ეტაპზე, რომ ბავშვს მიეწოდოს ინგლისური სკოლის გარეთ.
გაკვეთილის გარეთ და რომ მიხვდეს ბავშვი რომ იცი რა აი ეს ინგლისური ფრიად სასიამოვნო და ფრიად საჭირო რამ არის იმიტომ რომ აი ამ საჭიროებიდან გამომდინარე უკვე мотиваციაც აქვს ბავშვს ჩემი პირველი რეკომენდაცია ხოლმე არის რომ გამოვყოთ ის 5 წუთი იქნება თუ 10 წუთი დღის მანძილზე რომ როცა ბავშვთან იქნებიან კომუნიკაციაში თუ კი დედას ან მამას შეუძლია რა თქმა უნდა კომუნიკაცია ჰქონდეს ბავშვთან ინგლისურად პირველ რიგში არ მინდა რომ ეს იყოს სტრესი თუნდაც ბავშვისთვის თუნდაც მშობლისთვის ეხა მოდი ინგლისური მეცადინოთ რაღაცა ეს არა რაღაც უნებრივად მაგალითად მე მქონდა ესეთი რუტინა ჩემს შვილთან იქიდან გამომდინარე რომ არ მქონდა დრო რომ ჩემი შვილისთვის მესწავლებინა ინგლისური გადავწყვიტე გამეკეთებინა ესეთი რაღაცა როცა მომყავდა ბაღიდან ანუ ჩემი სახლიდან ბაღი ჩანს ეს იმდენად ახლოს არის 10 წუთი მაქსიმუმ მანქანით ნუ რაღაც საცობის გათვალისწინებით და იყო რომ აი ბაღიდან როცა მომყავდა სახლში მანქანაში ვსაუბრობდით ინგლისურად 10 წუთი მაგრამ ეს ბაღის დროს ანუ შენახულმა ბაღში იცოდა კი და ეს იმდენად გაჯდა ყოველდღიურობაში რომ ერთ დღეს რაღაც ქართულად რო ვთქვით და რა თულაპარაკობ ქართულად რუტინად იქცა ნუ საწყის ეტაპზე ხა მშობლები რა თქმა უნდა არ უნდა მოელოდნენ იმას რომ ბავშვი მაშინვე აჭიკჭიკდება საწყის ეტაპზე შეიძლება yes no იყოს პასუხი მაგრამ მოგვიანებით უკვე რაღაცა დაამატოსნება და წამოვა მისგან სრული პასუხები ნუ არ უნდა დავაკომპლექსოთ რა თქმა უნდა პატარა შეფასებაც კი ბავშვის ტვინზე უკვე აღიქმება რომ ან კარგ რაღაცას ვაკეთებ ან ცუდს და ანუ შეცდომების გასწორებაც კი რაღაც სხვანაირად უნდა ძალიან ბუნებრივად ისე რომ ბავშვი არ დაკომპლექსდეს კი ეგ ძალიან კარგი თქვი ეხლა რა მითხარი რახან ახსენე შენ მასწავლებელი ხარ და შენ შულს ვერ ასწავლიდი დრო არ ქონდა ზოგადად როგორ უდგები ამ საკითხს ანუ ჩვენ ინგლისური ენის მასწავლებლებმა ჩვენ შვილებს უნდა ვასწავლოთ თუ ჯობია რომ სხვა მასწავლებელმა ასწავლოს თუ რა დამოკიდებულება გაქვს ამასთან დაკავშირებით ხო ცოტა მეჩაგრება ჩემი შვილი ყველას რო გავიძახებ ბოლოს გავიძახებ ხოლმე ჩემს შვილს მაგრამ მაინც ბედნიერია შენ კლასშია მაინც ბედნიერია ბრიტანეთის საბჭოშიც დამყავდა ჩემთან ერთად ჩემს კლასში იყო შენ კლასში და ყველას რო გავიძახებდი ბოლოს გავიძახებდი ხოლმე მარიას და ну ერთხელ ერთ-ერთმა ბავშვმა ცოტა პროტესტი გამოხატა მაინც არის ეს მომენტები და ვცდილობ რომ რაღაცა უკროშოლედი დავიჭირო მაგრამ შენ გინდოდა ანუ შენ კლასში რომ ყოფილიყო და შენ გესწავლებინა ესე თუ დაემთხვა უბრალოდ დაემთხვა რომ ჩემ შვილის დონის კლასი მყავდა და ჩემთან ჩასეს ეს დაემთხვა დღემდე ვასწავლე ჩემ შვილს და სახლში ეხმარები ხოლმე დაუშვათ დავალების გაკეთებაში თუ ცდილობ რომ დამოუკიდებლად არ სჭირდება მე ყოველ ჯერზე თუნდაც ჩემი შვილის შემთხვევაში თუნდაც კერძო მოსწავლეების შემთხვევაში ვცდილობ რომ არ შევეხო სკოლის პროგრამას. იმიტომ რომ ელემენტარული სკოლის მასწავლებელს სჭირდება ხელშეწყობა, რომ ის ინტერესი მისისაგნის არ დაიკარგოს, ხო? თუ ბავშვს ახლა წინასწარ გავავლენებთ ამ თემას და გაკვეთილზე რაღა გააკეთოს. ან წინასწარ ან კიდევ თუ ბავშვს აქვს იმის იმედი, რომ ამას დედა გამაკეთებინებს, ან კიდე ამას კერძო მასწავლებელი გამაკეთებინებს, მაშინ თვითონ უხდება იმ სკოლის გაკვეთილში, ხო? ანუ ცოტა ფრთხილად უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში, ხო? მით უმეტეს კერძო მოსწავლეებს. ეხლა შედეგზე გასასვლელად რეალურად ბავშვისთვის აუცილებელია, რომ აი ეს ინგლისურის მიწოდების ინტენსიურობა გაიზარდოს, ხო? უამრავი წიგნები არსებობს, უამრავი რესურსები არსებობს და მოდი მასწავლებელმა სკოლაში თავის საქმეს მიხედოს და მე ჩემს საქმეს მივხედავ და უბრალოდ იმით დავეხმაროთ ამ ბავშვებს, რომ ეს ინგლისური უფრო ინტენსიური იყოს მის ცხოვრებაში. ანუ შენ ემხრობი იმას და მეც დაგეთანხმები, რომ დავუშვათ კერძოდ როცა მოდი შენთან მოსწავლე, შენ სხვა წიგნებით გაატარო და სკოლის მასწავლებელმა სხვა, მაგრამ ხო ხდება ხოლმე ისე მშობლები რო გთხოვენ, რომ მოდი დაეხმარე სკოლის მასალაში, ან ტესტი აქვს ზეგ სკოლაში და მოდი იმისთვის მოამზადებინე. მაგ დროს რა ხდება? მაგ დროს რა ხდება და ვცდილობ იგივე თემები, გრამატიკული სტრუქტურები თუ ლექსიკური ერთეულები სხვა მასალით დავფარო. მაგრამ თუ ეს ბავშვი კლასშია, რა თქმა უნდა, საერთო კლასის ინტერესი თუ არის კი ბატონო, მაგრამ თუ არ არის, მაშინ ცალკე უნდა გააკეთო, ხო. ნუ ეს ალბათ უფრო ერთი ერთზე, ხო, ყავს ერთი ერთზე თუ არა? ძირითადად ჯგუფები. კი.
კარგი. ნახეთ, ჯგუფური მუშაობა ძალიან პროდუქტიულია ბავშვებისთვის. ძალიან კომფორტულია მასწავლებლისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ სრული შესაძლებლობა არსებობს, რომ გამოიყენო ის მეთოდი, რაც აპრიორი ყველაზე შედეგიანია ამ შემთხვევაში და კომუნიკაციაში იყვნენ ბავშვები ერთმანეთს დაეხმარონ, გაუკეთონ ინტერვიუ, გამოკითხვა, თუნდაც ის რომ თქვათ ფიდბექის დროს ან free practice-ის დროს ეს თავის ვერსიას იტყვის, ეს თავის ვერსიას იტყვის, ერთ-ერთი ბავშვის მოსმენა აქტიურდება და ინტენსიურ ვარჯიშია და უფრო პროდუქტიულია, უფრო ხალისიანია ვიდრე ერთი-ერთში. თუ კი რაღაც მოსწავლე დროში არ არის შეზღუდული და რაღაცა კონკრეტული გამოცდა არ აქვს ჩასაბარებელი, ჩემი რეკომენდაციით მით უმეტეს სკოლის მოსწავლეებში ალბათ ინდივიდუალური მეცადინეობა ცოტა ისეთი. და რა საკიდან ურჩევ, ანუ ინდივიდუალურს თუ ბავშვებს არ ურჩევ, მაგალითად? ალბათ უფრო დიდებს. ანუ რომ დაამთავრებენ სტუდენტებს და ასე შემდეგ, მაღალ კლასებში. და იცი რა მაინტერესებს, ბავშვებში კომპეტიშენებზე რას ფიქრობ? რამდენად კარგი, ახლა მაგალითად ჩემ შულს მე მგონი უკვე პირველი კლასიდან შეეძლო რაღაც ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება და გვაძლევდნენ ამ ინფორმაციას გვაწვდიდან, რომ აი უკვე პირველი, მეორე კლასიდან შეიძლება რომ ძალიან ბევრ რაღაცაში ჩაერთოს, მაგრამ რა ვიცი, სტრესული ხომ არ არის სან ამ ასაკში? რაც უფრო ადრე მივაწვდით აი ამ ფორმატის გამოცდილებას, ბავშვს ალბათ უკეთესი, იმიტომ რომ მე ამ კემბრიჯის გამოცდაზე რომ გავედი, წარმოიდგინეთ, გავედი უბრალოდ გამოცდილებისთვის. ამ ჩემს გამოცდაზე არ იყო დამოკიდებული ჩემი მომავალი განათლება, იმდენად რამდენადაც უნივერსიტეტი უკვე დასრულებული მქონდა და მაინც ძალიან ვინერვიული. ამიტომ თუ ადრეული ასაკიდან დავაწყებინებთ ბავშვებს TOEFL-ზე, კემბრიჯის გამოცდებზე გასვლას, მიეჩვევიან ეს არ იქნება მათთვის რაღაცა სტრესული. თუნდაც ოლიმპიადები ხო რომ ტარდება სასკოლო ოლიმპიადები. თუ გავიხსენებ ჩემი სკოლის პერიოდს, უბრალოდ ინფორმაცია არ იყო მაგ დროს, არ იყო ინტერნეტი, რა თქმა უნდა და აი რა თითო სიტყვას თუ კი ვინმესგან გავიგებდი, მინდოდა რომ აი ამ ქედან მაქსიმუმი ამეყო და როცა გავიგერო, იცით რა, თუ საზღვარგარეთ გინდათ სწავლა, რომ აი ეს რაღაცა საერთაშორისო გამოცდა უნდა ჩააბარო, ანუ გაუგლებული ვიყავი, იმიტომ რომ აღარც დრო მქონდა ამ გამოცდაზე მოსამზადებლად. არც ტესტი არ არსებობდა ფიზიკურად, არც ინტერნეტი არ იყო და საიდან რა უნდა გაგეკეთო? უარი უთხარი ჩემს თავს მაგ დროს რა, აი ამ გამოცდილებაზე და საზღვარგარეთ სწავლებაზე და ეხლა როცა ეს რესურსები არის, ინტერნეტი არის, უკვე არის ეს ტესტები ადრეული ასაკიდან, ხო? არის გრეიდინგი უკვე ამ ტესტებში, აუცილებლად უნდა მივაჩვიოთ რაც შეიძლება ამალე, კი. მირჩევია ხოლმე ტესტებით დამტკიცდეს ჩემი შედეგები, ვიდრე ეხლა მე ბავში დედასთან, შობელთან შევაქო. ხო, კი ბატონო. აი, უფრო მირჩევნია, რომ მეორე ხედან მოვიდეს, ხო, უფრო კი. და აი, შენ თქვი რომ ადგილზე ყავს ჯგუფები, მაგრამ ონლაინაც ყავს? ონლაინ ყავს ჯგუფები ასევე, კი. უამრავი პლატფორმა არსებობს. რომ მოახერხო ბავშვების ერთდროულად ჩართვა practice-ის პერიოდში, მით უმეტეს production-ის ეტაპზე ძალიან აქტიურად ვიყენებ აი ამ Zoom-ის chat-ს, რომ ეხლა თქვათ პასუხები დამიწერეთ, თქვენი აზრი გამოხატეთ, აი ეს breakout room-ებში გადაყვანა ხოლმე მაინც დროს მოითხოვს და აი chat-ის საშუალებით ვახერხებ ონლაინ მოსწავლების ერთდროულად ჩართვას. და ისე მშობლები უფრო ადგილზე არ ითხოვენ ხოლმე, მაგალითად, ვიდრე ონლაინ? ჩემთვის ორივე კომფორტული ზონაა და ორივე შემთხვევაში შედეგიანია. კი. ჩემი საკუთარი შვილიც ონლაინ არის ამ წუთში. ხო, ონლაინ. ანუ შენი აზრით არ განსხვავდება ეს ონლაინ ფორმატი ადგილზე ფორმატისგან? არ განსხვავდება, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ პედაგოგის ყურადღება ასაჭირო. თუ კი ბავშვის ყურადღება აქვს ონლაინ გაკვეთილის დროს, მას არანაირი ბარიერი და შეფერხება არ ექნება ამაში, მაგრამ მე მქონდა მაგალითად შემთხვევა რამოდენიმე მოსწავლესთან, რომ იმდენად გადართული არიან ბავშვები მონიტორზე, რომ აი ერთ-ერთი გაკვეთილზე, live გაკვეთილზე არ იყო ბავშვი იმდენად ყურადღებიანი, მაგრამ როგორც კი ონლაინ გადავიყვანე და ისიც გამოვცადე მასთან.
ანუ 1-5 გაიზარდა მისი ყურადღება და ჩართულობა. პროდუქტიულობა, კი, ხო? იმდენად არიან აი ამ მონიტორებს მიჩვეული. უკვე ეს აღიქვება მაგათთვის გასართულად და მოდი ამგათან ინგლისურიც რატომაც არა, ხო, გამოვიყენოთ. დღესდღეობით ბევრი მშობელი ამბობს, რომ მათმა შვილებმა, ესე იგი, ინგლისური ისწავლეს ვიდეო თამაშებიდან, ან თუნდაც YouTube-იდან, ანუ შენი გამოცდილება როგორია ამ მხრივ? და რამდენად გაუწევდი რეკომენდაციას ზოგადად ამაზე? ერთ-ერთ რეკომენდაციაში ისიც მაქვს, რომ ჩავრთეთ ამ ბავშვებს Netflix-ი, სუბტიტრებით. ჩვენი პირადი გამოცდილებით მოხდა ესე, რომ მარიას როცა ვასწავლე ეს კითხვის რაღაც ფუნდამენტალური წესები, ძალიან მოკლე დროში აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად კითხულობს. მქონდა ისეთი შემთხვევა, რომ წიგნი მივიტანე სახლში ბავშვისთვის და ფეხზე დამდგარმა დაიწყო კითხვა. და აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად კითხულობს, ანუ რაღაც ძალიან მოკლე დროში მოხდა ეს და ჩვენი დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ ეს კითხვა გაუმჯობესა Netflix-ით. ოკეი, სუბტიტრები თუ ურთავდი და კითხულობდა? სუბტიტრებს ურთავდა, აქედან ენა ესმოდა და იქ სუბტიტრებსაც აყოლებდა. ესე იგი, თუ კი რამე მისწავლებია, პრაქტიკულად მხოლოდ აუხსენი და აი ამის პრაქტისის პერიოდი ჩვენ არ გვქონია, ეს ყველაფერი უკვე Netflix-ით გაიარა ბავშვმა. და დღემდე ესია სხვათა შორის, მაინც არჩევს ინგლისურად იკითხოს, ვიდრე ქართულად. მაგარია, კაია. და იცი რა არის ეს მეორე საკითხი კიდე რაც ვახსენეთ, როდის უნდა ვასწავლოთ ბავშვებს უცხო ენა? ძალიან ძალიან ხშირად არის ეს კითხვა, ანუ სკოლამდე, ბაღში, თუ სახლში ჩვენ თვითონ რა ზოგი სხვათა შორის ვაიმე ძალიან ეხლა ხან შემხვდა რაღაც პოსტი მასწავლებლების ჯგუფში, ერთი მშობელი ეძებდა 2 წლის ბავშვისთვის ინგლისური ენის მასწავლებლს, რომ ისულიყო სახლში და თამაშ ესწავლებინა. შენი აზრით რამდენად მე ვიყავი შეწუხებული, რამდენადაც ჩემ ბავშვებს აქვს 3 ენა. ქართული, ჩემი მეუღლე ყველაფერს ინგლისურად ვუყურებთ. ბებია და ბაბუა იყო რომ რუსულად ესაუბრებოდნენ ალბათ. ესაუბრებოდნენ და რუსულად უყურებდნენ ყველაფერს და პარალელურად ქართული იყო ამ ყველაფერში ჩართული. და მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ დედა წავედი ჩემ კომნატში რაღაც ესეთი შერეულიყო მოკლედ ამ წინადადებაში შეიძლება ერთ სიტყვა ქართული ყოფილიყო, ერთ სიტყვა ინგლისური და ერთი სიტყვა რუსული. და ძალიან შეწუხებული ვიყავი ამითი და მახსოვს ბრიტანეთის საბჭომ ჩამოიყვანა სკოტ სორნბერი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ძალიან ბევრი მეთოდოლოგიური წიგნები და ძალიან აქტიურად ვიყენებთ მაგ წიგნებს. მოკლედ ეს კაცი ჩამოვიდა და აი ამ 3დღიანი ტრეინინგის მანძილზე მქონდა ეს შესაძლებლობა, რომ დაგვესვა ეს შეკითხვები და ზუსტად ვკითხე, რომ აი რა ასაკიდან და რამდენი, ხო? ესეთი პასუხი მივიღე. რაც უფრო ადრე მით უკეთესი. რამდენი ენის საშუალებაც გვაქვს იმდენი ენა უნდა მიეწოდოს ბავშვს. რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე ამას მოყვება ისეთი პრობლემები, but later it gives us tremendous results. და ეს ძალიან გამახარა მოკლედ ამ კაცმა და ძალიან აქტიურად გავაგრძელეთ სწავლა როგორც ინგლისურად, რუსულად და ქართულად. და როდიდან დაამუღამეს ბავშვებმა და გამოყვეს ეს ენები, აი შენი დაკვირვებით შენ შვილებთან? 5-6 წლიდან იყო ის, რომ უკვე დიფერენციაცია გააკეთეს. 5-6 წლი. და ეხლა დიდები არიან უკვე შედარებით და არანაირი პრობლემა არ არის, ხო? ალბათ. დიდად არა. ხო. და აი შეგიძლია თქვა, რომ ეხლა ასე თუ ისე ფლუენტ არიან სამივე ენაში? იცით რა ხდება? თუ თანაბრად არ მიეწოდება ეს ენები, შესაბამისად ძალიან იოლად ავიწყდებათ კიდეც. ანუ ბავშვებს ეგთვისება აქვს, როგორც იოლადაც ითვისებენ, ისე იოლად ავიწყდებათ. თუ რომელიმე ენა აღარ მიეწოდება, არ უნდა ველოდოთ მაგის განვითარებას, ხო? ეხლა მქონდა ესეთი შემთხვევა, მშობელი მოვიდა პირველი კლასში და მეუბნება, რომ აი ჩემ შვილს ისეთი შედეგი აღარ აქვს რა ინგლისურში, როგორიც ჰქონდა. პირველ კლასში გაუნება? კი. და ძალიან ისე ჩავეძიე ხა ამ ყველაფერს და აღმოჩნდა, რომ ბავშვს 2 წლამდე ყავდა ინგლისელი ძიძა. 2 წლიდან 6 წლამდე თუ 7 წლამდე
ბავშვს ინგლისურთან აღარ ქონდა არანაირი შეხება და პირველ კლასში, სადღაც შუა სემესტრი, პირველი სემესტრის ბოლოში უკვე დედა ელოდებოდა, რომ ბავშვი აჭიკჭიკდებოდა. ხო. ალბათ იმ ბექგრაუნდიდან გამომდინარე, რომ ცისაყავდა, ხო, მაგრამ ამ ხელაგებში მოდი დავიწყოთ იქედან, რომ მასწავლებლის მუშაობას ბავშვთან აუცილებლად სჭირდება სეპორტი. რითი? თუნდაც Netflix-ით, თუნდაც მულტიკებით, თუნდაც იმ 10-წუთიანი კომუნიკაციით. მოკლედ, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ შეხება არ არის ინგლისურთან საკმარისი, ვერ იქნება შედეგი. აუცილებლად დავიწყდება ბავშვს. ხო, იმიტომ რომ ზოგს გონია მარტო იმ სკოლის დავალების მომზადება და წიგნში რაღაც ორი სავარჯიშოს ჩაწერა შეიძლება საკმარისი იყოს, არ არის. ხო. აი, ბევრჯერ ინტერესი გამიღვიძებია ბავშვებში, რომ მოდით ახლა ეს მუსიკი უყუროთ, მოდით ახლა აი ეს ფილმი უყურეთ და მე ამაზე გაკვეთილს ჩავატარებ და რაღაც ესეთი და მე მიდიან და უყურებენ ამ სერიალებს, ფილმებს ბოლომდე და მოკლედ და მე მოდიან და შენ გიზიარო. საინტერესოს ვნახავ და წავიკითხავ, ბავშვებსაც გაუზიარო და რაღაცნაირად ის ზოგადი განათლების ესეც შეავსო, ხო, ასე ვთქვათ. შვენიერი. კარგი, და ბოლოს გადავდივართ ბლიცზე. ეს არის სწრაფი კითხვები, შეეცადე დაუფიქრებლად უპასუხო, რასაც ფიქრობ. კარგი. მოდი დავიწყოთ სკოლა თუ ცენტრი? სკოლა. ცენტრი თუ კერძო? კერძო. სტაბილურობა თუ თავისუფლება? სტაბილურობა. თუმცა თავისუფლებაც გვაქვს საფრთხის არტადაგების პერიოდში. კი. ფიქსირებული გრაფიკი თუ მოქნილი? ფიქსირებული. აჰა. ოკეი, ჯგუფი თუ ინდივიდუალური? ჯგუფი. ბავშვები თუ თინეიჯერები? ორივე. ბიგინერი თუ ედვანსდი? ორივე. კაცრი თუ მეგობრული მასწავლებელი? მეგობრული. აუცილებლად მეგობრული, რახან ბავშვის ტვინი თუ ბედნიერი არ არის და ის შენთან არ გწობს თავს კარგად. ინფორმაციის გამტარი აღარ არის ტვინი. ხო, ეს გაცვლა, ხო? უნდა დავეხმაროთ ბავშვს ამაში. კი. ჩართული მშობელი თუ დისტანცირებული? ორივე. კარგი. ძალიან დიდი მადლობა და ბოლოს ერთი სიმბოლური საჩუქარი უნდა გადმოგცე. ან ცოტა мотиваციურიც არის find your own happiness აწერია და წითელი კალამი. კალამი. მასწავლებლებს მგონი მართლა სჭირდებათ ამაზე დაფიქრება, რომ რაოდენ პრობლემებით არ უნდა ვიყოთ შესული გაკვეთილზე, ეს აუცილებლად უნდა მოვახერხოთ აი ამ პრობლემების გარეთ დატოვება და ბედნიერი განწყობით შესვლა გაკვეთილზე. რომ გადავდოთ იგივე ჩვენს მოსწავლეებს, ხო? ეს არის ძალიან ისეთი აუცილებელი მასწავლებლების მხრიდან, რომ ბავშვს მოუხსნათ ყველანაირი სტრესი, ვიზრუნოთ აი ამ რაფო, რომ შევინარჩუნოთ პოზიტიური და მე ეს პოზიტიურობა გადავიდეს უკვე ძალიან პროდუქტიულ სასწავლო რეჟიმში. კი, გეთანხმებით, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მოკლედ, ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. თუ მოგეწონათ, აუცილებლად დააკომენტარეთ, გააზიარეთ, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ ახალი წამოწყების შესახებ. კარგად.